კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი ენერგეტიკაში სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვესადგურ ურბნისის მშენებლობას 6 კერძო კომპანიასთან ერთად გეგმავს, რომლის საფუძველზეც საწარმო 20 მილიონამდე ლარს დაზოგავს. სახელმწიფო კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ცალსახად დასანერგია. თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო კომპანიას არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი ერთდროულად ბევრი პროექტი განახორციელოს. შესაბამისად პროცესში ბიზნესის ჩართვა გახდა საჭირო. ჩვენ კითხვა დავუსვით პრემიერსაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს რესურსები აქვს, თუმცა მიზანია რესურსები მაქსიმალურად დაიზოგოს. ენერგეტიკოსების ნაწილი კი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვა სახელმწიფო საწარმოში არსებულ არაჯანსაღ პროცესებზე მიუთითებს. ნუსა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე, გახ შეფასებებს გაგვიზიარებს ნუცა გისმენთ. ნინო მოგესალმებით. დიახ, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სახელმწიფო ელექტროსისტემა 220 კილოვოლტიან ქვესადგურ ურბნის 6 კერძო კომპანიასთან ერთად ააშენებს. კერძოდ ბიზნესის საკუთარი ხარჯებით იყიდის სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს უზრუნველყოფს. შედეგად ელექტროსისტემა 20 მილიონ ლარს დაზოგავს. ამ პრეცედენტს კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი უწოდა თავად კომპანიის დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა ცალსახად დასანერგია. რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ რესურსები აქვს, მათ შორის ოპტიმიზაციის შედეგად მხოლოდ ენერგეტიკულ საწარმოებში 300 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ეს კითხვა დღეს პრემიერ-მინისტრს დავუსვით. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფოს ყველაფრის რესურსი აქვს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ თუ კი ამის საშუალება იქნება, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იცოდოს საკუთარი რესურსების დაზოგვას. ჩვენი მთავარი ამოცანაა სახელმწიფო რესურსებს მაქსიმალურად მოვრთქლდეთ და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დაიზოგა მხოლოდ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში 700 მილიონი ლარი. სწორედ ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფის საფუძველზე. რამდენიც არ უნდა დაიზოგოს, სახელმწიფო უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული სახსრების შემდგომ დაზოგვაზე. ეს არის ძალიან მარტივი მიდგომა. ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები ყველაფრისთვის. მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ დაზოგოს თავისი რესურსები თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. შედარებით განსხვავებულ რეალობაზე საუბრობენ თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები. ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ქვესადგურის განხორციელებაში ჩამორჩენა ჰქონდა, ბიზნესი კი ხარჯების გაწევას საკუთარი საჭიროების გათვალისწინებით დათანხმდა. როგორც ჩვენთან საუბარში კომპანია ბემონის მმართველი დირექტორი და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მრჩეველთა საბჭოს წევრი აცხადებს, ელექტროსისტემას ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ურბნისის ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვა. გიორგი მირცხულოვა ამბობს, რომ ელექტროსისტემას ამჟამად ბევრი პრობლემური პროექტი აქვს და ერთდროულად მათ განხორციელებას სახელმწიფო საწარმოს არსებული ფინანსური რესურსი არ ყოფნის. ენერგეტიკის ინვესტორების ნაწილი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მსგავსი მოდელი მისაღებია. წესით და რიგით ეს პროექტი თავიდან ბოლომდე უნდა აეშენებინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას. ასე იყო შეთანხმება. იმის გამო, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას აქვს ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, დეველოპერებმა და სახელმწიფო ელექტროსისტემამ მიაღწიეს შეთანხმებას, იმიტომ დეველოპერებს სჭირდებათ ქვესადგური თავის ელექტროენერგია გაიტანონ. სახელმწიფო ელექტროსისტემას ფიზიკურად ამ ეტაპზე წარმოიდგინეთ მსგავსი პროექტები ან პრობლემური პროექტები ბევრია ელექტროსისტემაში და ის ბიუჯეტი, ის თანხები, რაც გააჩნია არ ყოფნის და ამიტომ მოხდა ერთგვარი კოლაბორაცია, რაც წარმატებით სხვადასხვა პროექტზე განხორციელდა, სადაც თქვა ინვესტორმა, დეველოპერმა, მშენებელმა რაღაცაში უკან დაიხია, იმიტომ რომ საერთო საქმე წინ წავიდეს და ორივე მხარე იქნება კმაყოფილი. რა თქმა უნდა, მე როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, თუმცა არა დეველოპერი, უფრო კმაყოფილი ვიქნები, რომ საქართველოს სახელმწიფო სისტემა იმდენად ძლიერი, შემოსავლიანი კომპანია იყოს, რომ 7, 8, 10 მსგავს პროექტ თავისი რეაბილიტაციების ახალი ხარჯმშენებლობებით აკეთებდეს, მაგრამ რეალობას ხომ უნდა შევხედოთ. ენერგეტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვის აუცილებლობა სახელმწიფო საწარმოში არსებულ არაჯანსაღ პროცესებზე მიუთითებს. ბუნებრივია, აქვე ისმის კითხვა, როდესაც ინვესტორს დამატებითი ხარჯების გაწევა უწევს იმისთვის, რომ საკუთარი გენერაციის ობიექტი ექსპლუატაციაში გაუშვეს, როგორ აისახება ეს საბოლოოდ ელექტროენერგიის ტარიფებზე, მით უფრო იმ ფონზე, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფო ელექტროსისტემა მსგავსი კერძო და საჯარო თანამშრომლობის მოდელის გამოყენება სხვა ქვესადგურების თუ ენერგოინფრასტრუქტურის მიმართაც გეგმავს. ჯანსაღი პრაქტიკა არის, რომ ტარიფში წინასწარ შეთანხმებულად იდება განვითარების გეგმები. იქ რა ინვესტიცია არის საჭირო, ეს უნდა ჩაიდოს, ეს უკვე უნდა იყოს ასახული ტარიფში
და ამ ტარიფის საშუალებით ის საკმარისი ფინანსური რესურსი უნდა შეექმნას ელექტროსისტემას, რომ ესეთი პროექტები თვითონ განახორციელოს. ეხლა რატომ არ არის ასეთი მდგომარეობა? ამის შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. ან ტარიფში არ არის შეტანილი, ან არის შეტანილი და გადახარჯულია, ან ვთქვათ, ადრე იყო რაღაც ზედმეტი ხარჯები და ეხლა უბრალოდ ნაღდი ფულის პრობლემა. ჯანსაღი პრაქტიკა არის, რომ თავისი ინფრასტრუქტურა უნდა განავითაროს ელექტროსისტემამ თვითონ. და დახმარება არ უნდა ჭირდებოდეს და კერძო კომპანიებს არ უნდა ედებოდეთ დამატებითი ხარჯები იმისთვის, რომ თავიანთ პროექტები არ გააძვირონ. მაინც საბოლოოდ მომხმარებელი იხდის საფასურს ყოველთვის და ყველგან. პირველი кейსი, რომელიც გქონდა, სწორედ ესეთი იყო, რომ თვითონ ინვესტორმა თქვა, რომ ოღონდ დაჩქარდეს და ოღონდ მე მქონდეს საშუალება, რომ გამოვიტანო ამაზე წავიდა. რეალურად ახლა შეხედოთ, თუ ინვესტორს უფრო იაფი უჯდება, იმიტომ რომ იქ აქვს ტექნიკა და ყველაფერი, მაშინ რატომაც არა. ეს არის რაღაცა ტენდერში მონაწილეობის უფლება უნდა გქონდეს ალბათ ინვესტორსაც და ესე გადაწყდეს. რომელი გააკეთებს, აქ თავი არის, რომ მე საბოლოოდ ხარჯები არ დასჭეს ინვესტორის მხარეს. არ მგონია, რომელიმე ინვესტორს რაღაც დამატებითი ხარჯის გაწევაზე ქონდეს პრობლემა, თუ ეს მას აჩქარებს და მე ამ თანხას უკან ამოიღებს, ხო? ანუ ამაზე არის აქ მთავარი აქცენტი. რეალურად ფულს ვინ გადაიხდის რა საბოლოოდ. ურბნისის ქვესადგურის მშენებლობა 2027 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ჩვენ სახელმწიფო კომპანიას უკვე მივმართეთ დეტალური კითხვებით, როგორც ქვესადგური ურბნისის მშენებლობის ფარგლებში მემორანდუმთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად როგორია სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის მშენებლობა რეაბილიტაციასთან დაკავშირებული გეგმები. ჩვენს მაყურებელს უფრო მეტ დეტალს პასუხების მიღებისთანავე გავუზიარებთ. მადლობა ნუცა, რა თქმა უნდა, დაველოდებით ამ პასუხებს.